მადლობა მიყვარხარ მაპატიე. ასე ქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე შედგა. ინტეგრირებული დასის, აზდაკის ბაღის ეს ახალი საავტორო დადგმა რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს ეკუთვნის. ის მწვავე სოციალურ თემებს ეხმიანება და მაყურებელს განსხვავებულობის მიღებისა და თანაგრძნობისკენ მოუწოდებს. საპრემიერო ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და შემოქმედებითი საქართველოს პატრონაჟით ჩატარდა, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნასა და სახელოვნებო სფეროს განვითარებას. გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის მიერ შემოთავაზებული პრემიერა. პრემიერამ, როგორც მოლოდინი იყო, მრავალმხრივი ემოცია გამოიწვია. ამავდროულად მინდა აღნიშნო და მის ცალკე მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, რომ სოხუმის თეატრის სცენა უფრო და უფრო იტვირთება მსგავსი კულტურული ღონისძიებები და აქტივობებით, რაც არ შეიძლება ჩვენს სიხარულს არ იწვევდეს. პრემიერა არის, არ ვიცი, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩვენ ცხოვრებაში, თეატრალურ ცხოვრებაში. 4 თვე ვემზადებოდით ამ პრემიერისთვის და მე მგონია, რომ არ ვიცი, ყოველი დღე და ყოველი რეპეტიცია ღირს იმად, რომ აი ეს დღე მე იგემოდა. არ ვიცი, აბედნიერები ვართ ყველა და ძალიან გვიხარია. დღევანდელი დღე მართლაც იყო დადებითი. რეჟისორს მადლობას ვუხდიო ასეთ საოცარ სპექტაკლში მათამაშა. ჩვენთვის იყო ბედნიერი დღე. დღეს არის აზდაკის ბაღის დაბადების დღე და 11 წლის გავხდით ჩვენ და ძალიან კმაყოფილი ვარ დღეს.